სამშენებლო კომპანია არტესის ხელმძღვანელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მალხაზ ალავიძის განცხადებით პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეუწყვიტეს. ალავიძე ამბობს, რომ პატარა ცდომილებით, თუმცა მისი კომპანია ვალდებულებებს გრაფიკის მიხედვით ასრულებდა. არტესის ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებას ნარმანიას უწყება გამოეხმაურა. გამოდის მინისტრი ჩემთვის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებით გაჩერდა მშენებლობა, რომელიც საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ამ არც ერთ ქვეყანაში. ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლების ჩანაცვლებით, ხო, ჩვეულები ბიზნესი არ უნდა თავდებოდეს. ვაშენებდით გაგვაჩენეს. არც ერთ კაპიქს არ დავდებ გაყინულს, მანამ არ იქნება სრულყოფილი მშენებლობა. და სრულყოფილი მშენებლობა მოიცავს ნახაზს, მე მგონი დამეთანხმებით თუ ვინმე მიცით მშენებლობა შემოკარგებოდ და ნახაზი უნდა მქონდეს რას ვაშენებ. სამუშაოები მიმდინარეობდა ძალიან დაბალი ტემპით, დარღვეული იყო კალენდარული გრაფიკები, არ იყო თანხა შეტანილი იმ საერთო ანგარიშზე, რომელიც უნდა მოხდარიყო საერთო განკარგვა, ანუ ხელშეკრულების უმეტესი ნაწილები იყო დარღვეული. სავარაუდოდ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, შესაბამისად ისინი იმ ტემპებს ვერ უზრუნველყოფდნენ. ის რაც გადაკეთდა ყველა დასკვნაში წერია, რომ თუ რაიმე შეიცვალა, ნუ უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი, წინახელისუფლების დროს დაიწყო, არ იყო ის უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული, აბსოლუტურად ყველგან ჩვენს ესე იგი ზედამხედველებს, კომპანიის ზედამხედველებს დაფიქსირებულად არის ჩამორჩენა, მაგრამ საპატიო მიზეზით.